გამარჯობა მეგობრებო, ჩვენი ბლოგების ციკლი შეეხება მსოფლიო საფონდო ბირჟის ანალიტიკას და როგორც წინა ბლოგში დაგვერდით, ვისაუბრებდით ფუნდამენტალურ ანალიზზე. ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არ გვაძლევს იმის საშუალებას, გვერდი ავუღალოთ ამ დეტალებს, ჩვენ გადავწყვეტთ ცალკე ბლოგი ჩავწეროთ ამის შესახებ და ძირითადად შევეხებით ოქროსა და ნავთობს და ფუნდამენტალურ ანალიზს გამიხილავთ ამასთან მიმართებაში. კერძოდ დავიწყოთ იქიდან, რომ მსოფლიოში არის ბევრი ადამიანი, რომელსაც ესეთი წარმოდგენა აქვს, რომ ფუნდამენტალურ ანალიზს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე ტექნიკურ ანალიზს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტექნიკური ანალიზის არ ცოდნის შემთხვევაში ფუნდამენტალურმა ანალიზმა შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ და რატომ? გავიხსენოთ ბოლო მოვლენები დაახლოებით თვენახევრის წინ ირანიდან მოხდა ერაყის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა ამერიკის საკონსულოს ტერიტორიასთან. ამან გამოიწვია მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის ფასი გაიზრდებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამერიკა ამ საქმეს ესე არ დატოვებდა და საპასუხო რეაქცია ექნებოდა. თუმცა მოგეხსენებათ, ამერიკის მხარემ გამოაცხადა, რომ ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არის ამერიკას თავდასხმაო და ესე ვთქვათ, გაატარა რეაგირების გარეშე. მოხდა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, ნავთობმაც შეინარჩუნა თავისი ფასი. თუმცა თუ მსოფლიოში იყვნენ ესეთები და ეჭვმაყრა იყვნენ, ახალბედა, გამოუცდელი ტრეიდერები, რომლებმაც ფუნდამენტალურ ანალიზზე დაყრდნობით ნაადრევად ჩართეს გარიგება ბაი, ვინაიდან ელოდნენ ფასის ზრდას, ფასის ზრდა არ მოხდა იმის გამო, რომ ამერიკამ რეაგირება არ მოახდინა და საბოლოო ჯამში მიიღებდნენ იმ ფაქტს, რომ მოგებას ნამდვილად ვერ ნახავდნენ, ესე რომ ვთქვათ, რბილად. ამიტომ სასურველია ჰქონდეთ ეს ცოდნა და ამ ცოდნას, რა თქმა უნდა, deep trade-ში თუ მოგმართავთ, მიიღებთ პროფესიონალური ანალიტიკოსებისგან და უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამწუხაროდ ძალიან გაგრძელდა რუსეთ-უკრაინის ეს თქვათ სიტუაცია. ჩაერთვა ყველაფერს დაემატა ის, რომ დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთ შორის მიმდინარეობს ცივი ომი. თუმცა ამ ცივ ომამ გამოიწვია ის, რასაც ერთი შეხედვით არ ელოდნენ. იმიტომ რომ ზიანი მიადგა არა მარტო რუსეთს, არამედ ევროპაში და ამერიკაშიც გარკვეული კრიზისია უკვე. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ჩინეთი ელოდება გარკვეული მოვლენების განვითარებას უკრაინაში და შეიძლება ტაივანთან დაკავშირებით გადადგას ძალიან აგრესიული ნაბიჯები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასის ზრდა და ოქროს ფასის ზრდაც. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რას ნიშნავს ეს თქვა აი ოქროს და ნავთობის ფასის ზრდა. მოგეხსენებათ, რომ ბევრს გონია ეს თქვა კრიზისის დროს იზრდება როგორც ნავთობის ფასი, ასევე ოქროს ფასი, თუმცა მოდი დეტალებში ჩავიდეთ ახლა და გავარკვიოთ რა არის კრიზისი საერთოდ. თუ ავიღებთ უშუალოდ მსოფლიოში ნებისმიერ კრიზისი, რომელიც იწვევს ის თქვა მსოფლიო პანიკას, ეს იწვევს უთუოდ ოქროს ფასის ზრდას. მაგრამ იწვევს თუ არა ეს ნავთობის ფასის ზრდას. ბევრი ჩათვლის რომ იწვევს. თუმცა მოდი ავიღოთ შედარება. რა თქმა უნდა, როცა არის საომარი სიტუაცია, ნავთობის ფასის ზრდა მოყვება ხოლმე ამას, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზი. ეს არის ის, რომ ლაკონურად რო ვთქვათ, სამხედრო აქტიური სამხედრო გადაადგილებები იწვევს ესე ვთქვათ მოთხოვნილებას საწვავზე, იზრდება ამის გამო ნავთობზე მოთხოვნილება და აქციების ფასი, თუმცა ცოტა ხნის წინ თუ გავიხსენებთ, ჩვენ გვქონდა მსოფლიო კრიზისი, სახელად პანდემია. მაგრამ პანდემიის დროს თუ ოქროს ფასი გაიზარდა, ნავთობის ფასი დაეცა. მიზეზი რა იყო? მიზეზი იყო ის, რომ დაიკეტა ფაბრიკები, ქარხნები, შეჩერდა გადაზიდვები, მოთხოვნა საწვავზე დაეცა და პარალელურად, რა თქმა უნდა, კატასტროფული ვარნა განიცადა და ნავთობის ფასმაც. ანუ ყველა კრიზისის დროს ბუნებრივია ნავთობის ფასი არ იზრდება. ამიტომ როცა გარკვეული ფუნდამენტალური ინფორმაცია მოდის, პროფესიონალი ტრეიდერები ელოდებიან ტექნიკურ
ანალიზთან მიმართებაში გარკვეულ ქმედებებს და იმის მიხედვით თუ რა სურათი დაიხატება ტექნიკური ანალიზის მიხედვით რა თქმა უნდა ბირჟაზე, მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებენ გარკვეულ ქმედებებს. თუ იმის სურვილი გექნებათ, რომ გამოიყენოთ როგორც ფუნდამენტალური, ასევე ტექნიკური ანალიზი სწორად, ნახოთ სარგებელი, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია პროფესიონალებს მიმართოთ. საქმე იმაშია, რომ ტრეიდერის პროფესია იძლევა საშუალებას ნებისმიერ ვითარებაში. ომი იქნება ეს, პანდემია იქნება, თუ სხვადასხვა კატაკლიზმები, ამ პერიოდში ბირჟა იწყებს აქტიურ მოქმედებას. ხოლო აქტიურ მოქმედების დროს პროფესიონალი ტრეიდერები ეძებენ და პოულობენ სარგებელს. ამიტომ მიმართეთ იპტრეიდს პროფესიონალ ანალიტიკოსებს, გაიარეთ ტრენინგები, შეერავნით, ცოდნით და ეს დაგეხმარება მხოლოდ იმაში, რომ მიიღოთ სარგებელი მსოფლიო საფრთხო ბირჟიდან. გამოიწერეთ ჩვენი არხი, უყურეთ ჩვენ ბლოგებს და იყავით მსოფლიო ბირჟის საინტერესო მოვლენების წაგმის კურსში. მადლობა ყურადღებისთვის.